ერთი თვეც და საქართველოს სკოლებში ბოლოზარი დაირეკება. კიდევ ერთ თაობას გავაცილებ ცხოვრების ახალ ეტაპზე. Წინდან იქნება უამრავი ლექსი, სიმღერა, ცეკვა და გამოსამშვიდობებელი სიტყვა. დარბაზში ვიწყდებით ჩვენ, მასწავლებლები, მეგობრები და მშობლები. მშობლები, რომლებმაც ამ ერთი დღისთვის უამრავი ვალი აიღეს სესხი, ან თვითმფრინავის ბილეთი იმისათვის, რომ ემიგრაციაში გაფრინდნენ შემდეგ კვირას. გამარჯობა, მე ვარ ბაქარ ერაგია, ფოთის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი და დღეს ვისაუბრებ მე-12 კლასელის ხარჯებზე. სანამ ვიდეოს გავაგრძელებ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, დალაიქოთ ეს ვიდეო და დამიკომენტარეთ, რაში მეთანხმებით და რაში არ მეთანხმებით. ჩემთვის ძალიან საინტერესოა თითოეული თქვენი მოსაზრება. რა ჯდება მე-12 კლასის საქართველოში? საშუალოდ 9-დან 12,000 ლარამდე. ზოგისთვის მეტი, ზოგისთვის ნაკლები. მცირე გამოკითხვა ჩავატარეთ ჩემს ყოფილ მოსწავლეებში და გავარკვიე, რომ რეპეტიტორები 6-დან 7,000 ლარამდე ჯდება, ბოლოზარი, ბანკეტი, დასვენება, ექსკურსია და მსგავსი აქტივობები რაოდენობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით შეიძლება 3-დან 5,000 ლარამდეც კი და ან უფრო მეტი. ამ თანხების შემცირება შესაძლებელია და სკოლა უნდა ჩაერთოს ამ პროცესში. პირველ რიგში ჩვენ სკოლებმა უნდა მოვრჩეთ ირაკლიმას პოზიციაში დგომას, უნდა ამოყოთ თავი ქვიშიდან და ვთქვათ, რომ მოსწავლის კერძო მასწავლებელთან მომზადება თუ ბოლოზარის დაგეგმა არ არის მხოლოდ მისი მშობლისა და კერძო პირების ურთიერთობის საგანი, არამედ ეს ჩვენი საქმეც არის. მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი ერთი სისტემის სკოლის შემადგენელი ნაწილები ვართ. ჩვენ მასწავლებლებმა უნდა დავეხმაროთ მშობლებს იმის გააზრებაში, რომ ფულის ხარჯვა არ არის კარგი და ცუდი მშობლობის განმსაზღვრელი. დღევანდელი მშობლები არიან ცუდ მდგომარეობაში. ისინი ხარჯავენ ამდენს არა იმიტომ, რომ ამდენის დახარჯვა შეუძლიათ, უბრალოდ მათ სხვანაირად არ შეუძლიათ, რადგანაც საზოგადოების აზრის წნეხი, სტერეოტიპები და რაღაც ილუზორული მოსაზრებები მათზე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს. მერე ვიღებთ ვალებით გაძეძგილ ოჯახს, უამრავ სამსახურში გამოკიდებულ ან ემიგრაციაში წასულ მშობლებს. თან ეს ყველაფერი იმ დროს, როდესაც შვილის სტუდენტობა ჯერ კიდევ წინ არის. ძვირფასო მშობლებო, მასწავლებლებო და მოსწავლეებო, ყურადღებით მომისმინე და თუ რაიმეში არ მეთანხმებით, დამიკომენტარეთ, თუ რაღაცაში ვაჭარბებ, შენიშვნებსაც მივიღებ. მანამდე კი ნაბიჯ-ნაბიჯ მინდა გავფანტო ეს უაზრო სტერეოტიპები. დავიწყოთ რეპეტიტორის ხარჯით, რომელიც დაახლოებით 6-დან 7,000 ლარამდეა. მისი განახევრება, როგორც მინიმუმ, თუ არა 75%-ით შემცირება შეიძლება ძალიან მარტივად, მექანიკურად. რას ნიშნავს მექანიკურად? უბრალოდ არ უნდა მოემზადოს ამდენ მასწავლებელთან ბავშვი და მოემზადოს მხოლოდ იმ საგნებში, რომელშიც სჭირდება მომზადება, სჭირდება ამოქაჩვა და ბარიერის სიახლოვეს არის. კაი, როგორ გავაკეთოთ, როგორ გავიგო, რომელ საგანში უნდა მოემზადოთ? პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ 4 საგანში არ უნდა მოემზადოთ, იმიტომ რომ ეროვნულ გამოცდებზე უნივერსიტეტში ჩააბარო, როგორც წესი არის საჭირო 3 საგანი, 2 ძირითადი, ქართული და უცხო ენა და 1 დამატებითი არჩევითი ფაკულტეტის მიხედვით. შესაბამისად, მე-4 საგანი დაზღვევისთვის თუ გინდა კი ბატონო ჩააბარე, მაგრამ არ მოემზადო ამ საგანში და გადაშალე წიგნი და წაიგითხე და თუ 2 დამატებით საგანში ხარ, იმდენად სუსტი რო გეშინია, ჯობია ერთს მიაქციო ყურადღება, ერთზე დახარჯო დრო და ორივე თუ ერთში სუსტი ხარ, მეორეშიცაც როიწყებ ეს რას ნიშნავს, იცი რომ ფეხბურთელი იყო, ფეხბურთში კარგად არ ქონდეს წარმატებები და კალათბურთზეც შეხვიდე იმის გამო, რომ თუ ფეხბურთში არ მექნება წარმატება, კალათბურთზეც რაღაცას გამოკრავ ხელს, ეგრე არ ხდება, ხო? მაგას ჯობია ფეხბურთზე უფრო მეტი იშრომო და შეიძლება გამოგივიდეს. ზუსტად ეგ პრინციპია რა, 2 ძირითადი საგანი და 1 საგანი, რომელშიც სუსტი ხარ, კი ბატონო. 1 საგანი მოხსენეთ. ეხლა დანარჩენი 3 საგნიდან როგორ შევამციროთ? სკოლა მაისსა და ივნისში უნდა ჩაატაროს იმიტირებული გამოცდები სკოლაში. როგორ? ძალიან მარტივია. სადმე ერთ დარბაზში ამოიღო დადოს ლეპტოპები, ამოიღოს ნაიგჯიდან შარშანდელი ტესტები და სურვილის მიხედვით ბავშვები გააკეთებენ მათ. შემდეგ საგნის მასწავლებელი შეამოწმებს ამ ტესტებს და შედეგებს ვნახავთ. აი, თუ შენ ხარ მე-11 კლასში ეროვნულ გამოცდებზე ან უნივერსიტეტის მიერ დაწესებულ ზღვართან ახლოს, სადღაც ჯობნი მაგალითად 20%-ით, ან ზღვარს გადახვედი მოკლედ.
მაშინ შენ მომზადება აღარ გჭირდება, იმიტომ რომ წინ ხო მე-12 კლასია, იმიტომ მე-12 კლასის პროგრამაც რო დაემატებათ შენს ახლანდელ ცოდნას, უკვე გულაც გაიზრდება. ამიტომ ვთვლი რომ აი ასე, არ ღირს ამ საგნებში მომზადება, რომელსაც ზღვარს 20-25%-ით როგორც მინიმუმ გადააჭარბა. თან ახლა აქ მაგარი სიახლეა, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით სახელმწიფო სასწავლებელში სწავლა გახდა უფასო, შესაბამისად, ვისაც გრანტზე პრეტენზია გქონდა და ამიტომ ემზადებოდით 4 საგანში, შეგიძლიათ დამშვიდეთ და თუ გრანტზე გქონდათ პრეტენზია, რა თქმა უნდა, უკვე შემცირებულ კონკურენციაში თავისუფლად შეხვალთ და დააძლევთ, ხოლო ვისაც გრანტზე არ გქონდათ და მაინც კერძო უნივერსიტეტს ფიქრობდით, თქვენც იქ ნაკლები კონკურენცია დაგხვდებათ. ყველა ვარიანტში ძალიან მაგარი გადაწყვეტილება არის, სწავლა რო ხელმისაწვდომია და უფასოა, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა სწავლის გადასახადის გამო მიატოვა სტუდენტობა და ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა სახელმწიფოს. გადავიდეთ, ხო, აქვე ვიტყვი რომ მე ვაპირებ ჩემს სკოლაში, ჩემს ძირფას მასწავლებლებთან ერთად ეს იმიტირებული გამოცდები გავაკეთო და თუ გამეხმაურებით, როგორი აზრია მაინტერესებს ძირფასო მე-11 კლასელებო. ასე რომ მომზადეთ ბავშვებო იმ საგანში, რომელიც უფრო მეტად გიჭირთ, ან განსაკუთრებული პრიორიტეტი აქვს უნივერსიტეტებში და არა ყველა საგანში ისე უაზროდ. გადავიდეთ ბანკეტებზე და დასვენებაზე. როგორც წესი, ან ერთი აქვს კლას, ან მეორე, ან ორივე ერთად. შესაბამისად, ხარჯი შეიძლება მერხოვდეს 1000-დან 3000 ლარამდე და ზემოთაც კი, გააჩნია ხო ის როგორ უშვებს ჯიბი, ხო? მესმის ეს სიგიჟეა, მაგრამ ხშირად ასე ხდება. აქ თავარი პრობლემა, რომ ეს ხარჯი არც სწავლის ინვესტიცია არის და არც აუცილებელი, ხო? ეს არის გართობა და რომელიც ამდენი არ უნდა ჯდებოდეს და უფრო მცირე თანხაში შეიძლება. თან გაითვალისწინეთ, რომ კლასში ყველას არ აქვს ერთნაირი ფინანსური მდგომარეობა, ამიტომ აი ხშირად მიფიქრია, რომ ამ ხონიზებას კლასში ყველაზე დაბალშემოსავლიანი ან ფინანსურად სწორად მოაზროვნე მშობლები უნდა ორგანიზებდნენ და არა მთელი ცხოვრება სხვის კმაყოფაზე მყოფი განებიურებული ქალბატონები, რომლებსაც ელემენტარული ემპათიის გრძნობა არ აქვს და რა ვიცი, სულ ფეხებზე კიდიათ მათი კლასელის მშობელი, საიდან მოიტანს ფულს. მოკლედ არ უნდა ააბუნტოთ რა. დავიწყოთ ბანკეტისთვის ტანსაცმელი უნიშნულოვანესი რამ არის, რა თქმა უნდა, ლამაზად უნდა იცვას ყველას, მაგრამ ხშირია შვილების კაპრიზები მშობლების მიმართ, რომ აუცილებლად უნდა იცვას ბრენდული და ძვირიანი. რათა ინსტაგრამზე მოიწონოს ვიღაცებთან თავი, ხო? აქ მშობლებმა მარტივად უნდა დავაყენოთ და დააყენოთ საკითხი, რომ გამოუყოთ კონკრეტული ბიუჯეტი და ეს ბიუჯეტი არ უნდა იყოს რაღაცა ფუფუნება, ეს უნდა იყოს ადეკვატური ბიუჯეტი და უნდა უთხრა, რომ აი ამ ფაში ჩაეტიე. ამით ჩვენ ვასწავლით, რომ ყველაფერი რაც გინდა, ხელმისაწვდომი შეიძლება არ იყოს და ბევრი მაგალითი შეიძლება მივცეთ ამ კონკრეტული გარკვეული ბიუჯეტის დაწესებით. შემდეგი არის რესტორნის ხარჯი. აქ დიდ დანაზოგს ვერ გავაკეთებთ, იმიტომ რომ ახლა საჭმელი და რაღაც არის, მაგრამ აქ შეიძლება ხა მთელი მენიუ არ უნდა იყო და არა აუცილებელი გაძღომაზე გქონდეს აქცენტი. ხა მესმის რომ სალატზე ვერ გადახვალდა, ხა თლად კრიჟანივით რაღაცა იქ პურდა ყოლს ვერ დადებ მარტო, მაგრამ ყველაფერი რაც მენიუში წერია და რასაც შემოგთავაზებენ, ეს ბრმად არ უნდა მიიღო. აი ბანკეტისთვის, ბანკეტში ყველაზე ადვილად ამოსაგდები თანხა არის წამყვანი. ხშირად არ არის ხოლმე, მაგრამ მე მინახავს, ბევრგან მინახავს ბანკეტის წამყვანი, რომელსაც 1000-იან მეტი წაუღია სახლში. ჩვენ ვუხდით ადამიანს, რომელიც არ გიცნობთ, სტანდარტული უაზრო თამაშებს გათამაშებს, სტანდარტულ უაზრო სადღეგრძელოებს ამბობს, მაშინ როდესაც დარწმუნებული ვარ თქვენ, რომ ერთი კვირით ადრე ბანკეტამდე დასხდეთ და ვიღაცა შეარჩიოთ ან მასწავლებელი, ან მშობელი, ან ბავშვი, მასთან ერთადაც დაგეგმავთ მშვენიერ თამაშებს. ChatGPT ჩვენი მეგობარი ძალიან დაგეხმარებათ და არ არის აუცილებელი ეს 1000 ლარი ვიღაცას გადაუხადოთ. რაც შეეხება ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ან უცხოეთში დასვენებას ბანკეტის პარალელურად ან მის ნაცვლად. ესეც რა თქმა უნდა კლასის არჩევანია, მაგრამ არ შეიძლება შედარებით მაღალშემოსავლიანმა მშობლებმა გადაწყვიტონ სხვისი ვალში ჩაგდების ხარჯზე ეს ღონისძიება. ჩვენ თუ გინდა შენი შვილი გაუშვი სადაც გინდა, მაგრამ კლასს ნუააბუნტე მაშინ მით უმეტეს, როდესაც იცი მისი სოციალური მდგომარეობა. ჩემი როგორც დირექტორის პოზიცია, რომ ეს არის მავნე პრაქტიკა, ადრეც ისვენებდნენ სკოლის დამთავრების შემდეგ, მაგრამ მიდიოდნენ სოფელში ვინმე კლასელთან შედარებით იაფ ვარიანტს ეძებდნენ. აძლევთ თქვენ შვილებს მაგალითს, რომ შეუძლიათ დახარჯონ იმაზე მეტი, ვიდრე გამოიმუშავებენ. ესეთი მწარე გამოცდილება ძალიან ბევრ სკოლას აქვს და ბევრ კლასს აქვს და ბევრ მშობელს აქვს, რომ იძულებულია, რა ვიცი, ძალიან დიდი ვალებია იყოს და შვილი გაუშვას, ან
ვერ გაუშვია და რა თქმა უნდა ეს სოციალური ბულინგის და ჩაგვრის ელემენტებს შეიცავს. ფოტოგრაფზე და ვიდეოგრაფზე, აი ბანკეტის და ამ თემაში ბოლოზარის ნაწილში ვისაუბრებ. ბოლოზარი. საინტერესოა როდის გადაიქცა ეს სიტყვა საყოველთაო შეჯიბრად. ხაწილი კაკლუჩიაკო შილას გაგვსიგდა. ოკუპანტების ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ჩერნომირდინის ეს სიტყვები ისე არაფერს არ უხდება როგორც ბოლოზარის ორომტრიალ საქართველოში. ვეჯიბრებით სხვას, გვინდა საუკეთესოდ და გამოგვდის როგორც ყოველთვის, როგორც ყველას. დეკორაციები, ფოტოები, ვიდეოები, გარეგანი გამოხატულებები უფრო მნიშვნელოვანი გახდა ვიდრე შინაარსი. ბოლოზარი ადრე იყო ემოციური დამშვიდობება სკოლასთან, თეთრი პერანგი და მასწავლებლების და მშობლების დღე. ახლა მშობლებს აზანზარებთ ამ სიტყვას მომყოლი ხარჯები. როგორ შევამციროთ ბოლოზარის ხარჯები? დავიწყოთ. უარი უნდა ვთქვათ სცენარისტებს, რადგან ბოლოზარის ფაბულა ძალიან მარტივია და როგორც წესი, მხოლოდ ადამიანები იცვლებიან მასში. ჩემი ქალაქის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი იხსენებდა, რომ დავესწარი ყველა სკოლის ბოლოზარსო ერთ-ერთ წელს და აღმოჩნდა, რომ 6 სკოლის ბოლოზარში სიტყვებიც კი ერთნაირი იყო, სცენარზე არ არის საუბარი და მხოლოდ ადამიანები იყო შეცვლილი. ფაბულა ასეთია. მისალმება მოსწავლეთა წარდგენა, ცეკვა, სიმღერა, რაღაც ერთ-ორი ხუმრობა, სკეჩი და ძველი ამბების გახსენება. შემდგომ გამოსამშვიდობებელი სიტყვები და ეგა. ამ ყველაფერში სცენარისტი რა შეჯერდებათ? სკოლაში იარეთ და ყოველ შესვენებაზე შეგიძლიათ რაღაცა მოიფიქროთ, მთელი წლის განმავლობაში ილაპარაკოთ და ამ თემაზე და საბოლოო ჯამში რაღაც შედეგამდე მიხვალთ. შარშან სხვათაშორის ჩემი სკოლის მე-12 კლასელების ბოლოზარების სცენარი თვითონ მოსწავლეებმა დაწერეს და შესანიშნავი იყო, ორი შესანიშნავი შემოქმედი ადამიანი ყოლია სკოლაში, რომლებიც სცენარების წერაში არ ვიცოდით თუ ასეთი მაგრები იყვნენ. ისე სცენარისტებს მინდა შევეხო. ბოლოზარის სცენარისტების უმრავლესობა ზოგადად შარლატანია. ძირითადად როგორი ტიპები არიან იცით? მანსანგანზე 2 შუტკარო აქვთ დაწერილი და თავის სცენარისტებად მოაქვთ. მერე მარტო სცენარისტებად შეხვედრაზე მოვლენ, სცენარზე გეტყვიან რომ დიახ, მე შემიძლია სცენარის დაწერა. უკაცრავად და დადგმით ვისადგმევინებთ. ბავშვები ეტყვიან რა თქმა უნდა, ой, არ ვიცი ჯერ. ეს ჩაიცინებს. ბავშვები კითხებიან, უი, თქვენ შეგიძლიათ რომ დადგათ? მე დამდგმელი რეჟისორიც ვარ. საიდან გაქვთ ბიჭებო და გოგოებო ამხელა ამბიციები, რომ სცენარს აწერთ და დამდგმელი რეჟისორებიც ხართ? ჯერ რა ვიცი, 18, 19, 20 და თუნდაც 30 წლის იყო, მე ვიცი აქ ბოჭი ულტრაპროფესიონალი ხალხი, რომლებიც მხოლოდ დადგმებზე დადიან და ამბობენ, რომ არა, მე სცენარი არ შემიძლია, ან სცენარებს წერენ და არა, მე დადგმა არ შემიძლია ძმაო და თქვენ საიდან გაქვთ ამხელა ამბიციები? მოკლედ, აი ეს მომსახურება 2-3000 ლარამდეც ადის და ეს თანხა შეგიძლიათ თავისუფლად დაზოგოთ. შემდეგი უაზრო ხარჯია დარბაზის გაფორმება დიზაინერის მიერ. უпростоრად, გაბერილი ხარჯია, ზოგიერთი სკოლა კი 1000 და 2000 ლარსაც კი ხარჯავს ამ აქტივობაზე. თან ერთი კლასი როავა სცენაზე, მეორე დღეს მეორე დიზაინერი მოდის და იმ დიზაინერი, ესე ვთქვათ, დიზაინერის სამუშაოს ცვლის. ამას არ ჯობია რომ შემოქმედებით მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად რაღაც 100 ლარის ნაჭრები, ბუშტები, რაღაცები იყიდოთ და თქვენ თვითონ გააფორმოთ. მე მგონი შეიძლება. განვაგრძოთ. უაზრო ხარჯია მაგალითად ახალი პერანგი შეძენა სრულების დასაწერად. ამას ჯობს ისე იმავე პერანგზე დააწერინოთ, რომელიც სკოლაში გეცვათ. ამას მოგონებებიც მოაქვს და შესაბამისად იმ ახალ პერანგზე მეტად რაღაც სიმბოლური იქნება უკვე სკოლის ფორმის ნაწილი აქციო თქვენს მომავალ მოგონებად. მივადეთ საჩუქრებს. საჩუქარი ყველა სიამოვნებს, მაგრამ არ შეიძლება კლასმა სკოლა საჩუქროს ავეჯი, დამრიგებელს ოქროს სამეული და კიდე გააწყოს მშობელმა სუფრა. საჩუქარი უნდა იყოს ლიმიტირებული, როგორც თქვი და მადლირების გამოხატვა 50-100 ლარიან საჩუქარში შეიძლება თუ კი ის რაღაც ნაფიქრია და გულით არის ნაჩუქარი, ხო? მე მადლობას ვუხდი ჩემს წინამორბედს იმისთვის, რომ ეს პრაქტიკას ჩემს სკოლაში, პირველ სკოლაში არ იყო და მომავალშიც რა თქმა უნდა არ იქნება. ამაში დარწმუნებული ვარ, რადგანაც ჩემი ძალიან კარგი კოლექტივი არ ნადირობს ოქროებს.
ისე ოქროების ნადირობა როგორ ხდება ამ ვითომ მასწავლებლების მხრიდან, იცით? დაიდაქალებენ ერთს, რომელთანაც ყავასზე საუბრის დროს ამბობს ეგეთ ფრაზას რა, მაგალითად რომ იცი რა არის, ჩემმა დედამთილმა მაჩუქა სამეული რო გავთხოვდი და რაღაცა მის დროს რაღაც მძიმე პერიოდი როდესაც იყო ჩემს ცხოვრებაში მაშინ დავკარგე ლომბარდში და გული მწყდება აი ამას გავდა და ნუ სულაც ანახებს მე ეს აღტკინებული მშობელი დაქალი ამ ვითომ მასწავლებლის წერ ჩატში რომ აი გოგოებო ვიცი რა უნდა ვაჩუქოთ ჩვენს მასწავლებელს იქ რა თქმა უნდა მის ფას რო გაიგებენ არის შეხლა შემოხლა და ერთი ამბავი მაგრამ ამაზე დაქალის მომხრე მშობლებს აქვთ არგუმენტები აი ქვას გახედავს რომ აი გოგოებო მესმის რომ საჩუქარი ძვირია მაგრამ არც ჩვენი შვილების გაძლება არის მარტივი ან რა ვიცი თქვენ სკოლაში სიარული არ გინდათ და ატესტატი გინდათ რაღაცა ჯიბეზე ხელი ხო უნდა გაიგრათ კაცო მადლიერები ხო უნდა იყოთ და რაღაც ასეთი მსგავსი ფრაზები ხო ეს ფრაზები ინტერნეტიდან მაქვს ამოღებული და ვინმე ჩემმა ნაცნობმა თუ თქვენი თავი ამოიცანით ეს შემთხვევითობაა და ძალით არ გამიკეთებია ხო ახლა ვისაუბრებ ბოლო ზარისა და ბანკეტის ფოტოგრაფებზე რომლებიც კატეგორიებად იყოფიან არიან პროფესიონალები რომლებიც ვისიღებენ მაგრამ ხარისხი ღირს არიან დამწყებები, რომლებიც ცოტას იღებენ და ხარისხით შესაძამისია თანხას და არიან შარლატანები. აი მაგ თქვენ მინდა მოგმართოთ. ბიჭო 2000 ლარი. ღირს შენი ცხინკიანი კამერა. ამ კამერით მოდიხარ. არც გადაღება იცი. არც განათების სწორად აყენება იცი და არც გააკ ხანდახან. არც კომპოზიცია გივარგა. ფოტოშოპი ხო შენ არ იცი და არ იცი. ხალხის განაწილებაც არ იცი, პასუხისგებლობაც არ გაქვს და ფოტოებსაც აგვიანებ და 2000 ლარს რატო ითხოვ ამ ყველაფერში? ნაგლი ხარ? ეს რიტორიკული შეკითხვა პასუხი არ გამცე ვიცი, რომ ნაგლი ხარ. მაგრამ, ნუ კაი ეს ნაგლია და თან როგორ აპრავებენ იცით? ნუ ასეთია ბაზარი, კაცო. ვისაც უნდა დაიქირავებს, ვისაც უნდა არ დაიქირავებს. ამას ქვია კლიენტის შეცდომაში შეყვანა ისინი 10 ფოტო რო დაამუშავე რაღაცა წვალებით და დადე Facebook-ზე, მაგით რო ბლატავ, ეგ არის კლიენტის შეცდომაში შეყვანა ჩემო ძმაო. თუ დაო, დებიც გამოჩნდნენ უკვე ბევრი. ხო და ამისგან თავი როგორ უნდა დაიცვას მშობელმა და ბავშვმა. მარტივად უნდა დაიცვას რა, არ მიცემს სრული თანხა კაცო, სანამ შედეგს არ განახებს რა, მიეცი 500 ლარი და დანჯანი 1500 ლარი მიეცი თუ კი იშრომებს და რაღაცა იწვალებს და გააკეთებს. ხო და შეიძლება ამით მის განვითარებასაც დაეხმარებით. პრინციპში ეს არის ძირითადი ხარჯი, რომლის შემცირებაც რამე ხო არ გამომრჩა, ნუ შეიძლება მხოლოდ ძალიან მარტივად თან ქონების განათებით, რაღაცა მითების და სტერეოტიპების დამარცხებით, არაფერი რაღაც განსაკუთრებული ამას არ ჭირდება. და რა ვიცი, იმედია ჩემი ეს სიტყვები არ დარჩება ვითარცა ხმამ ღაღადებლისა უდაბნოთა შინა და თუ ერთ ოჯახს მაინც გადავარჩენ ამ ხარჯებისგან უბედნიერესი ვიქნები. Arrivederci.